ხო, ეხლა ეს მანქანა. ფილმები. მონაწილეობა მიღებული აქვს და საკმაოდ ცნობილ ფილმებში. და პირველად სად გამოჩნდა ეს მანქანა? რომელ ფილმში იყო, აბა? რკინის კაცი. ტონი სტარკის პირადი ავტომობილი. კი ბატონო. Rolls-Royce რო ეკონკავება. Phantoms. ისიც ჩემი საყვარელი მანქანა. ხო, და ისა რობერტ დაუნი უმცროს ხო. ერთ-ერთ მე მგონი სულის მაძიებლებში იყო პეტრონი როარი. ხო. აუდის პირველი ელექტრომობილი. და აჩუქეს ეგ მანქანა და უთხრეს რომ მიიყვანეს მანქანები რომელშიც გინდა ჩაჯექი და წაიყვანეო რა და რომ ჩაჯდა ნომერი ავტომობილის ნომერი რომ ნახეს პირველი იყო და გენდემის კოლექციის სხვათაშორის მაგარი მანქანები ყავსინო კი ესეც არის ურა ხო რკინის კაცი არის სხვათა შორის მაგ ფილმს რკინის კაცის ერთ-ერთი სპონსორი არის აუდი და მაგიტომაც არის ვაუხდები მათ. მარტო მაგაში არ არის. რკინის კაცი არის. ეხლა ვიტყვი ისეთ ფილმებს, ნუ ფორსაშიც არის. მეშვიდე ფორსაში არის წითელი აუდი რო ლედი რო ეგონგავება. იმითი ბარაკუდათი თუ არ ვწერი, კლიმატ ბარაკუდათი მატორს რო გახეთქავს. აუდი ხო. წითელი აუდი. უდაბნოში რო იმ. წითელი აუდი. აი პირველი მაგით იწყება რა. მაგბორ. წითელი აუდი არის შავი ზოლით და ბოლო ფილმი არის გრეის 50 ელფერი, რომელიც X აუდები არის რა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მანქანა იქ. თან ისეთი ფილმი არ ვინახე. ხო, შენ არ ნახავ ვინმე. ბავშვებმაც არ ნახოთ ეგ ფილმი. 18 წელზე ზემოთ. ხო. და 50 წელზე ქვემოთ. ხო, არა. ყოლა ისეთი ფილმია რა.